გვესაუბრა მის შესახებ, გვეპასუხა კითხვებისთვის, ვიცით რომ ინტერესი მაღალი. საქართველოში სტარტაპ დაეროს დარღვევა საქართველოს გამაჩენია ვართ ჩვენი სტარტაპები გამოდადეს და ეს ახალგაზრდა პროდუქტები სტარტაპ საქართველო არის საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. პროექტის არსი გულისხმობს დამწყები მეწარმეების ინოვაციური იდეების წახალისებას, მათი დაფინანსების მიზნით. ჩვენ მზად ვართ 90% ფარგლებში დაფინანსება ჩვენ თავზე ავიღოთ ამ იდეების. მაქსიმალური ბიუჯეტი ერთი პროექტისა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავაფინანსოთ, არის 100.000 ლარი, ჩვენი მხრიდან დაფინანსების მაქსიმუმი. მთავარი მომენტი არის, რომ პროექტი იყოს ინოვაციური, გარკვეულ სიახლეებს გულისხმობდეს, აუმჯობესებდეს პროდუქტს ან წარმოების პროცესს და იყოს პერსპექტიული. მოხარული ვართ, რომ სამეგრელოში, რუხში კონკრეტულად წარვადგენთ ამ პროექტს მოსახლეობასთან, ვიცით, რომ ბევრი დაინტერესებულია, ბევრი შეკითხვები აქვს და მზად ვართ ყველა დეტალზე ვისაუბროთ, დაწვრილებით ავხსნათ და უპასუხოთ ყველა შეკითხვას. რეგიონში არის ძალიან დიდი პოტენციალი, ინტელექტუალური პოტენციალი. ჩვენ ნახეთ ამ შეხვედრის წინ, რომ ზუგდიდში არის დამზადებული პროგრამირებადი ჩარხი, ზუსტად მსგავსი ტიპის ინოვაციები, მაღალტექნოლოგიური ინოვაციების შეიძლება მიიღონ ჯგუფებმა მონაწილეობა კონკურსში სტარტაპ საქართველო და მიიღონ დამატებითი დაფინანსება. პროგრამა არის მიმართული იქითკენ, რომ მეტი საინტერესო გლობალური მასშტაბით, ესე ვთქვათ, გაფართოებადი ბიზნესი გაჩნდეს და ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონში ზუგდიდში და მიმდებარე ქალაქებში, სამეგრელო ზემო სვანეთში ძალიან ბევრი საინტერესო ესე ვთქვათ, კომპანია დაფუძნდება ამ მიმართულებით. სტარტაპ საქართველოს ფარგლებში წარუადგინეთ პროექტი, წარმოდგენილი რუტერების დამზადების სახელოსნოს შესაქმნელად. რამოდენიმე შეკვეთა უკვე ჩვენს მიერ განხორციელებული იყო წინა პერიოდში და სტარტაპ საქართველოს ფარგლებშიდან მიღებული თანადაფინანსების საშუალებით ჩვენ განვავითარებთ ჩვენ საწარმოს, როგორც ლაზერული გრავირების მიმართულებით, რუტერების მიმართულებით და ასევე 3D მოდელირების მიმართულებით. ჩვენი საწარმოს განვითარების შემთხვევაში სახელმწიფოს თანადაფინანსებით ასევე შევთავაზებთ შეკვეთების მომცემ ორგანიზაციებს სწავლებას, რომელსაც გაივლიან ისინი ჩვენ სასწავლო აკადემიაში და პროდუქტის შემკვეთი სრულფასოვნად მიიღებს მომსახურეობას, რომელსაც ექნება თავის ბიზნესის განვითარების საშუალება.